ეს ამბავი ესპანეთში მოხდა მე-19 საუკუნეში. ერთ დღეს მონადირე ალტამირას მიდამოებში ნადირობდა. მისი ძაღლი მელას ჩაუდგა კვალში და ის იყო კუძე უნდა სწუდომოდა, რომ მელა მიწამ ჩაყლაპა და ძაღლიც თან ჩაიყოლა. მონადირემ დაინახა, როგორ გაუჩინარდნენ ისინი ბნელ ხვრელში. მან ქვებით ჩახერგილი ხვრელი გააფართოვა და რამდენიმე ხნის შემდეგ ჩაბნელებულ გამოქვაბულში აღმოჩნდა. კაცმა გამოქვაბული გაანათა და კედელზე უცნაური შავი ხაზები შენიშნა. ცოტა შეეშინდა და იქაურობას სწრაფად გაშორდა. მონადირე იმ დღესვე ეახლა ამ ადგილების მეპატრონეს დონ მარსელინო საუთოლას და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. საუთოლა მოყვარული არქეოლოგი იყო, მაგრამ გამოქვაბულში მცხოვრები პირველყოფილი ადამიანების შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. ღვიმე მოინახულა. შესასვლელში შავ ხაზებსაც შეავლო თვალი, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ამბად არ მიიჩნია. რამდენიმე ხნის შემდეგ ის პარიზში, საფრანგეთის გამოქვაბულებში აღმოჩენილ ქვის იარაღების გამოფენაზე მოხვდა. საუთოლა დააკვირდა მუზეუმში არსებულ ნივთებს და გონებაში ალტამირას გამოქვაბულში ნაპოვნ ნივთებს შეადარა. ნივთები ძალიან გავდნენ ერთმანეთს. საუთოლამ გადაწყვიტა, რომ ალტამირას გამოქვაბული კარგად შეესწავლა და იქ არქეოლოგიური გათხრები მოეწყო. გათხრების შედეგად მან შესანიშნავად ნახელავი ქვის იარაღი იპოვა. მარსელინო ფაქისად ექცეოდა ყოველ ნაპოვნ ნივთს. წმენდდა, აღწერდა, იხატავდა და სათუთად ინახავდა. ყოველდღე სტუმრობდა მარსელინო ღვიმეს და სულ უფრო და უფრო მეტ იარაღს, პირველყოფილი ადამიანი სამშო იარაღს, ძვლებს პოულობდა. შემდეგ ამოქონდა, აღწერდა და გულდასმით სწავლობდა. ასე დაგროვდა საუთოლას სახლში, გამოქვაბულში ნაპოვნი უამრავი ნივთი. ერთ დღეს საუთოლამ გათხრებზე თავისი 9 წლის გოგონა მარიაც წაიყვანა. როცა მამა მუშაობა დაიწყო, გოგონა ღვიმის გასასვლელში გაძვრა და სიბნელეში გაუჩინარდა. მუშაობაში გართულ მამას და მის დამხმარებს მარია სულ გადაავიწყდათ. გოგონა კი სულ უფრო ღრმად შედიოდა ღვიმეში. და ჰოი საოცრებავ,
კედლები, ჭერი ერთიანად დაფარული იყო გარეული ცხოველების ნახატებით. ტორიოს, პინდა ტორიოს. აქ ხარებია დახატული ხარები, გაისმა მარიას ხმა და მალე ეს სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო. გოგონა მამასთან დაბრუნდა და ნანახის შესახებ მოუყვა. მარსელინომ შვილს დაუჯერა და მალე ისინი ორივენი გამოქვაბულის ვიწრო გასასვლელში გაძვრდნენ. მარსელინოს საუთოლას გაოცებისგან ენა ჩაუვარდა. კედლები, ჭერი დაფარული იყო გარეული ცხოველების სურათებით. ფარნების შუქზე ისინი თითქოს მოძრაობდნენ. ზოგი წითელი იყო, ზოგიც შავი, ზოგი ღია ყავისფერი. ფარნების შუქმა ათასწლეულების მანძილზე ბნელით მოცული მღვიმე გაანათა და მთელ მსოფლიოს მანამდე უცნობი ხელოვნების აღმოჩენის ამბავი ამცნო. მოგვიანებით საფრანგეთსა და ესპანეთში არქეოლოგებმა კიდევ მრავალი მღვიმე აღმოაჩინეს, რომლებშიც ათასობით ულამაზესი ნახატი აღმოჩნდა. მღვიმეებში დახატული იყო ცხენები, ბიზონები, მამონტები, თხეები, დათვები, ირმები, ლომები და მარტორქებიც კი, რომლებიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობდნენ ევროპაში. მეცნიერებმა შეისწავლეს მღვიმეების ნახატები და დაადგინეს, რომ ცხოველთა ეს საოცარი გამოსახულებები ძველი ქვის ხანის მხატვრების მიერ იყო ნახატული. მეცნიერები დაბეჯითებით ვერაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რატომ ხატავდნენ ძველი მხატვრები ამ უცნაურ ნახატებს. უბრალოდ რთავდნენ და ამშვენებდნენ თავიანთ მღვიმეებს თუ გარკვეულ მაგიურ აზრს დებდნენ ნახატებში. მაგალითად, შესაძლოა ნადირობის სცენის გამოხატვა იღბლიან წარმატებულ ნადირობას მოასწავებდა. ირმის, ნუკრის, ცხენისა და კვიცების გამოხატვა კი ამ ცხოველთა გამრავლებასა და ნაყოფიერებას ნიშნავდა. ზოგი ფიქრობს, რომ ამ ნახატებით ისინი თავიანთ ძველ მითებსა და ლეგენდებს გადმოსცემდნენ.